პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვენესუელას ამერიკა მართავს და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ აზრს არ შეიცვლის. ფიქრობამ დამოკიდებულებას აქვს შესაფერისი სახელი და ეს კოლონიალიზმია. ჩვენ რა ახლა კოლონიალიზმს ვუჭერთ მხარს? ჩვენ კოლონიალიზმს მხარს არ ვუჭერთ. არც ის ვიცით ზუსტად რა იგულისხმა პრეზიდენტმა ტრამპმა ამ კომენტარით. ფიქრობ მან ყველაფერი ნათლად აღწერა. მან თქვა, რომ ვენესუელას ამერიკა უხელმძღვანელებს ვიდრე სხვაგვარად გადაწყვეტენ საქმეების წარმართვას. დიახ, ახლა ამერიკელებზე და ვენესუელელებზეა დამოკიდებული, რა გამოსავალს მონახავენ უახლოეს დღეებში. როგორც ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმის პროგნოზირებისგან, თუ რა მოხდება შემდგომ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ისინი მართავენ ახლა ვენესუელას და მათივე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როდის შეწყვეტენ ვენესუელის მართვას. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავად მოიფიქრებენ, როგორ გადასცენ ძალაუფლება ადგილობრივ კანდიდატს იურიდიული გზებით. მიმაჩნია, რომ ამაზე ჩვენ უნდა გქონდეს აშკარა რეაქცია, არა? დიახ, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს ის, არ ვიცით დეტალები. გამოდის კოლონიალიზმი გამართლებულია, თუ კი ის სწორად იმართება. არა, მე ეს არ მithქვამს. თქვენ ზუსტად ეს თქვით. არა, მე ვთქვი, რომ ჩვენ უფრო მეტი დეტალის ცოდნა გვჭირდება ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შესახებ. არ იქნება სწორი პრემიერ-მინისტრის მხრიდან გააკეთოს კონკრეტული განცხადებები ჰიპოთეზურ თეორიებზე დაყრდნობით. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საკუთარ კოლეგებთან, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ საელჩოსთან ვენესუელაში. თუმცა გვჭირდება უფრო მეტი რომ გავიგოთ, ვიდრე კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებთ. ხალხიც ამას მოელის მთავრობის პროფესიონალი წევრებისგან. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.